აი, გამარჯობა. მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, იგივე ლიპარა მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევობა, ლიპარასთან დაბადების დღე, ლიპარასკევობას დაბადების დღე, უпростоრად, რომელიც 1 წლის გახდა, 1 წლის გახდა და მინდა რომ მილოცვით დავიწყოთ. თქვენ მშობლების გარეშე არ აანთოთ ცეცხლი, რომ ასანთი რომ ცეცხლი არ გააჩინოთ სახლში. ხო? აი, კარგი. მაშ ასე, ლიპარასკევობა 1 წლის არის, ულოცავ ლიპარასკევობას, ჩემს გადაცემას ამ დღეს. 1 წლის წინ მარტში ზუსტად დავიწყეთ ეს გადაცემა, სადაც თითო წიგნს ან თითო აქტივობას წარმოადგენდი ხოლმე ყოველ პარასკევობით. კოტენია ტმელიძემ ჩემმა მეგობარმა მომიფიქრა ეს სახელი და მაჩუკა და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ იყო როცა არ ჩავწერ, დანარჩენი ყოველ პარასკევს იყო ხოლმე, ერთხელ აქციების გამო და აქციები ისევ გრძელდება და დღეს მიასე დღეა აქციების, პროტესტის და საქართველოს თავისუფლების დაცვის მიასე დღეა, უწყვეტი დღე და დღეს მინდა რომ ერთად ჩავაქროთ სანთელი, მოკლედ მიულოცოთ ლიპარასკევობა. ვისაც მოგწონთ, ვისაც გიყურებიათ ერთი მაინც ან ეხლა უყურებთ და დამეხმარეთ. კარგი სურვილები ჩავვთქვათ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი თავისთვის, ადამიანებისთვის, სიკეთისთვის, გადაცემისთვის, ლიპარასკევობისთვის. ჩავაქროთ? 1, 2 და გილოცავ. აი, დიდი მადლობა. დავიწყოთ, მოდი დღეს მინდა ერთი წიგნი გაგახსენოთ ან გაგაცნოთ, ეს არის სახატავ როლში ჩაწერილი ზღაპრები. დიანა ამფიმიადის წიგნია და მაგარი ის არის ამ წიგნში კიდევ რომ შვილის დახატული და დედის დაწერილი წიგნია. ანუ დედაშვილობის დახატულ დაწერილი წიგნია. პატარა ხელის გულის ხელა ზღაპრები წერია შიგნით და თან იმიტომ მომწონს კიდევ ერთი რომ წერა და ხატვა ხო ნამდვილი მეგობრები არიან. ხო და ამიტომაც ერთად არის თავმოყრილი ნახატებიც და ნაწერებიც. მე ერთ-ერთ წაგიკითხავთ ამ წიგნიდან ერთ ზღაპარს, ბევრი აქვს, შეგიძლიათ ნახოთ კაცი და ხე, 2 ობობა, გემი ჭიქაში და კიდე ბევრი სხვა, მაგრამ მე შევარჩიე თქვენთვის ასაკითხად ეს ზღაპარი, რომელსაც ქვია როგორ ჩანვართ თვარიდან. ესეც ილუსტრაცია. ჯერ როგორ ჩანს იხატებოდა და მე იწერებოდა ეს წიგნი, მე ესე მგონია. მოდი ვნახოთ რა ხდება დიანა ამფიმიადის ნახატებში და დიანა ამფიმიადის ნაწერში და გიორგი ბარბაქაძის დახატულ ზღაპარში როგორ ჩანვართ თვარიდან. როგორები ჩანვართ თვარიდან? იკითხა ერთ საღამოს გიომ. ვარსკვლავებიანი პიჟამა ეცვა და თავისი ოთახის ფანჯრიდან ცას უყურებდა. რას იფიქრებდნენ? თვარელები, მიწაზე უცნაური არსებები ცხოვრობენო. ზემოდან ხომ მხოლოდ თავი, მხრები და ფეხსაცმელები ჩანს. დიანა დედიკოს აწოლს ახლა თეთრეულს აფარებდა. ამიტომაც გიორგი მოკლე და არასრული პასუხით მოიშორა. როგორებიც ვართ, ისეთები ვჩანვართ. როგორები ვართ? აი მაგალითად შენ და მამა ერთნაირს ვხედავთ? შენ სულ გიო ხარ, მაგრამ მე რომ გიყურებ, ჩემი გიო ხარ, მამა რომ გიყურებს, მამასი. ადამიანებს ისეთებს ვხედავთ, როგორიც გვიყვარს. ვერ გავიგე, თუ აღარ გეყვარები შევიცვლები? ცოტათი, ალბათ შეიცვლები, მაგრამ მე ყოველთვის მეყვარები. ამიტომ ნუ იფიქრებ მაგაზე. კარგი, დაწექი და დაიძინე. ახლა წაგიკითხო რამე თუ შუქი ჩავაქრო. ჩააქრე. კარგი, მაშინ ძილინებისა. პატარა, მოდი გაკოცებ. ესე იგი მთვარელები ვერ დაგვინახავენ, სანამ არ შეგვიყვარებენ? ასე გამოდის. ესე იგი ვინმეს რომ ხედავდე, უნდა გიყვარდეს? ძილინებისა გიორგი, აი შუქი ჩავაქრე. ვერ გხედავ, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. დაიძინე. დედამ შუქი ჩააქრო და კარი ფრთხილად გაიხურა. გიორგი ბალიშში ცხვირი ჩარგო და დაიძინა. მთვარე ისე კაშკაშებდა, მის სიზმრებშიც აღწევდა. ხო და იქნებ გიოს სიზმარსაც ხედავდა რომელიმე მთვარელი ბიჭი. ვინ იცის? ესე დამთავრდა ეს ზღაპარი. ნახეთ აქ მთვარიდან დანახული ადამიანები ვარსკვლავებს გვანა, ნახეთ რა მაგარი ნახატია და რა მაგარი მოფიქრებული აქვს გიორგის და კიდევ როგორი წინადადებებია, ხო? რომ ვინმეს რომ ხედავდე, უნდა გიყვარდეს, ხო? ძალიან მაგარია რა. ვერ გხედავ, მაგრამ მაინც მიყვარხარო დედას რო ეუბნება. რა მაგარი ზოგჯერ დახუჭული თვალებითაც მეც ვხედავთ. ადამიანები ვიდრე ზოგიერთი გახელილი თვალით ხედავს. ამაზე სულის მახსენდება ხოლმე კარლ კაჭარავას ლექსიდან სიტყვები
კარლო კაჭარავა თან პოეტიც იყო და მხატვარიც. საოცრად ხატავდა და თან საოცრად წერდა და მისი ერთ-ერთი ლექსიდან ესეთი ფრაზა, ეს ნახეთ, აქ ლექსებია. და აქ კიდევ სახატავად გამოსაყენებელი მისი ბლოკნოტი. და მოკლედ ესეთი ფრაზა აქვს ერთ-ერთ ლექსში, რომ ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე უკეთესია. მე გემშვიდობებით, დიდი მადლობა დიანა ამფიმიაძეს და გიორგი ბარბაქაძეს, კარლოსაც მადლობა რომ გაგვახსენა თავისი თავი, იქნებ სხვა დროს მისი წიგნით წარვადგინოთ და ლიპარასკევობა გემშვიდობებად შემდეგ პარასკევამდე. დიდი მადლობა ყველას, ვინც ელოდით ყოველი პარასკევის საღამოს 9 საათს. ნახვამდის. შევხვდებით YouTube-ზე. დროებით.